გურჯაანის კულტურის ცენტრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობებმა საახალწლო გალა კონცერტი გამართეს. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. საქვეყნოდ აღიარებულმა მომღერლებმა ცნობილი ქართული და ევროპული საოპერო კომპოზიციები შეასრულეს. დღეს გურჯაანში ძალიან ლამაზი საღამო ხელოვნების ზეიმი შედგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს, კონცერტის თითოეულ მონაწილეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის ღონისძიებაში. ვიმედოვნებ და ასეც იქნება, რომ 2026 წელს გურჯაანში არაერთი ასეთი ლამაზი ღონისძიება შედგება, რასაც გურჯაანელი მსმენელი და მაყურებელი ყოველთვის დიდი სიხარულით და მოლოდინით ელოდება. დღეს გურჯაანში საახალწლო საოპერო გალა კონცერტი შედგა, რამაც ძალიან დიდი სიხარული და სიამოვნება მიანიჭა როგორც გურჯაანელ მსმენელს, ასევე მობრძანებულ სტუმრებს. ემოციები ჯერ ნამდვილად არ განელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დღევანდელი საღამო დასრულდა. შთაბეჭდილებას, რომელსაც ახლა მე გავუზიარებ ჩვენს მაყურებელს, იზიარებს მთელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოება, რომელიც დაესწრო ამ შესანიშნავ საღამოს. და მართალი ვარ, უწრფელი ვარ, როცა ამას ვამბობ. მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა იმის გამო, რომ თბილისის ოპერის თეატრის წარმომადგენლები, ცნობილი მსახიობები, სახელოვანი ადამიანები თავიანთი პროგრამით წარდგნენ მაყურებლის წინაშე და ეს პროგრამა არის, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ გემოვნებიან მაყურებელზე გათვლილი და მადლობის მეტი რა გეთქმის, რომ გურჯაანის საზოგადოება ჩათვალეს აი ისეთ მაყურებლად, რომელსაც ნამდვილად უნდა უჩვენოთ ეს პროგრამა. იშვიათი ევროპაში ასეთი კონცერტი გაიმართოს. ქართული მუსიკის, ქართული საოპერო მუსიკის თვალმარგალიტები იყო წარმოდგენილი ევროპის მუსიკალური საოპერო მუსიკის თვალმარგალიტები იყო წარმოდგენილი იყო ქართული მსოფლიოში აღიარებული ქართული ვოკალური ხელოვნების წარმომადგენლები. თბილისის ოპერის თეატრის დიდი მსახიობები, რომლებიც ევროპაში დადიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დადიან და საერთოდ მსოფლიოს მოდებულები არიან, აი თქვენთან იყო წარმოდგენილი და მე მგონი ტრიუმფალურად ჩატარდა ყველაფერი. დღევანდელი დღე არის გამორჩეულად კარგი, იმიტომ რომ თვით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გვესტუმრა და ვფიქრობ, რომ ხალხი ძალიან წარმატებული და ძალიან ესეთი დასამახსოვრებელი საღამო იყო, რადგან თეატრმა წარმოადგინა ნაცნობი ნაწარმოებები, როგორც ქართველი, ასევე ევროპელი კომპოზიტორების ოპერებიდან. აი როგორი ბედნიერებიც ავართ და ხალხისგან მოდიოდა ეს ბედნიერები, მინდა რომ ხშირად ყოფილიყოს და როგორც გვაბედნიერებთ, ისე გაბედნიერებულები გვენახეთ ყველა. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც ყოველი ხელოვანისთვის არის სასიხარულო, როდესაც თავის ხელოვნებას უზიარებს მაყურებელს. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ გურჯაანში, სადაც ძალიან დიდი კარგი დახვედრა იყო, ძალიან თავიდანვე დაიწყო კარგი ემოციები, ყველაფერი, რამაც ხელი შეგვიწყო, რომ კარგად წასულიყო საღამო. დიდი მადლობა ჩვენს ხელმძღვანელობას, ბატონ ბადრი და მაისურაძეს, ქალბატონ ეკას და ყველას ესეთი თანადგომისთვის, რადგანაც გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენი ხელოვნება, ასე ვთქვათ, გავახაროთ ჩვენი ხელოვნებით ადამიანები და პოპულარიზაცია მოვახდინოთ აი დიდებული ხელოვნებისა, რასაც საოპერო ხელოვნება